უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა. ვიქტორ ორბანის 16 წლიანი მმართველობა დასრულდა. კენჭისყრაში 5 პარტია მონაწილეობდა, თუმცა ძირითადი კონკურენტები მმართველი პარტია ფიდესი და ოპოზიციური ტისა იყვნენ. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა. ამომრჩეველი ერთდროულად აძლევდა ხმას კონკრეტულ კანდიდატს და პარტიულ სიას. ბუდაპეშტში მხარდამჭერებისადმი მიმართვისას გამარჯვებული პარტიის ლიდერმა პეტერ მადიარმა თქვა, რომ ეს იყო გამარჯვება, რომელიც უნგრეთის ყველა ფანჯრიდან ჩანს. მან ვიქტორ ორბანის მთავრობა კორუფციაში და ეკონომიკურ სტაგნაციაში დაადანაშაულა. ადრინდელისგან განსხვავებით უნგრეთი არ ჩაერევა არც ერთი ქვეყნის შიდა საქმეებში, არც ბალკანეთის ქვეყნების, არც ესპანეთის, არც საფრანგეთის, არც ფულით და არც სხვა გზით და არც სლოვაკეთის შიდა საქმეებში. ჩვენ პატივისცემით ვითხოვთ იგივეს ყველა უცხო ქვეყნისგან. უნგრეთი თავისუფალ, დამოუკიდებელ, სუვერენულ და ამავდროულად ევროპულ ქვეყნად აღიქვან. ქვეყანა, რომელიც ორი ყველაზე მნიშვნელოვანი და უდიდესი ალიანსის სისტემის, ევროკავშირისა და ნატოს წევრია. საიდუმლო სავარაუდოდ იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკა ეს უპირველეს ყოვლისა ხალხია და ბევრმა პოლიტიკოსმა ეს დაივიწყა. ვხედავ, რომ ევროპის ბევრ ადგილას სამთავრობო კრიზისს მოსდევს, რომ მეინსტრიმული პოლიტიკოსები შეშინებულები არიან, რომ ექსტრემისტული ძალები პოზიციებს აძლიერებენ და პარტიული სისტემა, როგორც ჩანს, ბევრ ევროპულ ქვეყანაში იშლება. აქედან შემიძლია კეთილი განზრახვითა და სიკეთით გავაგზავნო შეტყობინება, რადგან დასავლეთ ევროპელმა პოლიტიკოსებმა პირადად მკითხეს, რა არის საიდუმლო, ხალხთან უნდა იყო, უნდა იშრომო, მოგწონს ეს თუ არა. 2,5 მილიონმა ადამიანმა ნდობა გამოგვიცხადა დღესაც. ძვირფასო მეგობრებო, რას ნიშნავს ამ არჩევნების შედეგი სამშობლოსა და ერის ბედისთვის და რა არის მისი უფრო ღრმა ან უმაღლესი მნიშვნელობა, ეს ჩვენთვის უცნობია. მხოლოდ დრო გვიჩვენებს, მაგრამ როგორც არ უნდა დასრულდეს, ჩვენ ასევე ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და უნგრეთის ერს ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ წინაშე არსებული ამოცანა ნათელია, მმართველობის ტვირთი ჩვენს მხარეზე არ არის, ამიტომ ჩვენი საქმე, ჩვენი თემების გაძლიერება. 2,5 მილიონი ამორჩეველი გვენდობა, ჩვენ გვინდა რომ მათ ეს გზავნილი მივაწოდოთ. ჩვენ არასდროს გავუცრუებთ იმედებს და ამის თქმაც კი არ მჭირდება, რადგან 30 წელზე მეტია ერთად ვართ. ჩვენ რთული და მარტივი, ლამაზი და სევდიანი წლები გამოვიარეთ, მაგრამ ერთი რამ ყველამ უნდა იცოდეს, აქ და მთელ ქვეყანაში. ჩვენ არასდროს დავნებდებით. არასდროს. გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას საქართველოსთან. ის ფაქტი, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობას ბალკანეთის ქვეყნებთან ან სხვა სახელმწიფოებთან მჭიდრო კავშირები ჰქონდა, არ ნიშნავს, რომ უნგრეთს გაუარესებული ურთიერთობა ექნება იმავე ქვეყნებთან. თუმცა თუ უნგრეთს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ქვეყანასთან, ჩვენ ვეცდებით ეს გავაუმჯობესოთ, რადგან ჩვენს საერთო ინტერესებშია ერთად მუშაობა, თანამშრომლობა და ერთად აყვავება. მოხარული ვიქნებით, რომ გესტუმროთ თბილისში ან სხვაგან. მოუთმენლად ველოდებით თქვენთან თანამშრომლობას, თუმცა ჩვენ არ ჩავერევით არც ერთი სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში. ჩვენ არ ვეცდებით გავლენა მოვახდინოთ თქვენს ქვეყანაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში ან სხვაგან არჩევნებზე. ეს არ არის ჩვენი სტილი და ეს არ არის არც ერთი ევროპული მთავრობის საქმე. ყველა არჩეულია იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის ამომრჩეველი წარმოადგინოს. უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეოთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში მდამკვირვებლების სტატუსით მყოფი ქართული ოცნების დეპუტატებიც ეხმაურებიან. მათი თქმით, საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, მაღალი აქტივობა დაფიქსირდა და ოპოზიციურმა პარტიამ ტისამ დამაჯერებლად გაიმარჯვა. გამოეხატა თავისუფლად ზედმეტი ბარიერების შეზღუდვების გარეშე, იყო უპრეცედენტო მონაწილეობა ისტორიაში, ყველაზე მაღალი მონაწილეობა მოსახლეობის მხრიდან და საბოლოო ჯამში ოპოზიციურმა ბლოკმა მიიღო გამარჯვება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან. საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნებმა ჩაიარა ნორმალურ გარემოში, საარჩევნო პროცედურები იყო დაცული და მოსახლეობამ თავისი აზრი გამოხატა პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით. დამაჯერებლად გაიმარჯვა პეტერ მადიაროს ტისამ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ. მან უნგრეთის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი მოიპოვა. შესაბამისად მეორე ადგილზე გავიდა მოქმედი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური ძალა. სულ 3 პარტიამ შეძლო და გადალახა საარჩევნო ბარიერი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს
მთავრობის ხელმძღვანელმა მიულოცა გამარჯვებულ ძალას ქართული ხალხის და ჩვენი ხელისუფლების სახელით გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს მეგობარ უნგრეთთან კონდეს საუკეთესო ურთიერთობა, რაც ტრადიციულად ჩვენ მოგდევს უნგრელმა ხალხმა გამოხატა თავისი არჩევანი, ხმამიცა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ენდობა ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და მართოს უნგრეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. კიდევ ერთხელ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი არსებობდეს და გაღრმავდეს ქართველ და უნგრელ ხალხს შორის, ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა. აქვე აღსანიშნავია, რომ პრემიერმა მადლობა მოუხადა ვიქტორ ორბანს იმ გამორჩეული მეგობრობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც წლების განმავლობაში მას გააჩნდა საქართველოს ქართველი ხალხის მიმართ. უნგრეთში პეტერ მადიარს გამარჯვებას ოპოზიციაც ულოცავს. 16 წლის შემდეგ პირველად შესაძლებელი გახდა უნგრეთის ავტოკრატიული რეჟიმის დასრულება. ამავე დროს ეს არჩევნები გვაჩვენებს ძალიან მკაფიოდ, რომ ნებისმიერი რეჟიმის წინააღმდეგ არჩევნებში ბრძოლას აქვს აზრი, ბოიკოტი არის სისულელე, ეს გაკვეთილი არის ის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს და დაიცვას საკუთარი სამშობლო და საკუთარი უფლებები. სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტები გამოვლინდა. უკანონო თევზჭერა გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხობის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს. სოფელ ახალ ხიბულაში, ზუბის უბანში არსებულ ღელეში მოქალაქემ ელექტროიარაღის გამოყენებით ქაშაპის სახეობის 1 კილოგრამი თევზი მოიპოვა. ელექტროიარაღის გამოყენებით ცდილობდა თევზჭერას მოქალაქე სოფელ საჯჯაოშიც, მდინარე ჭანისწყალზე, თუმცა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფაქტი მანამ აღკვეთეს, სანამ ბრაკონიერი თევზს მოიპოვებდა. ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია და ორივე ფაქტის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოსდან გააწევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულ იქნა აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბელარუსიის, ეგვიპტის, თურქეთის, იემენის, ინდოეთის, კამერუნის, ინდონეზიის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, სომალის, ჩინეთისა და სხვა სახელმწიფოების ჯამში 78 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223 და 233 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
14 აპრილს საქართველოს დედაენის დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წელს ამ დღეს თბილისში რუსთაველის გამზირზე 10,000-ობით ადამიანი გამოვიდა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის გაუქმება იგეგმებოდა. დემონსტრანტების უმრავლესობა სტუდენტები იყვნენ. საპროტესტო გამოსვლებს მხარს უჭერდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლებიც. მთავრობის სახლთან მობილიზებული იყო საბჭოთა ჯარი. იდგა შეტაკების რეალური საფრთხეც. საბჭოთა საქართველოში მოქალაქეების ერთიანობამ ხელისუფლება აიძულა დათმობაზე წასულიყო. ქართულ ენას შეუნარჩუნდა კონსტიტუციური სტატუსი. მას შემდეგ 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა. დედაენის დღეს მოქალაქეებს ულოცავს ირაკლი კობახიძე. ლოცავთ დედაენის დღეს 1978 წლის 14 აპრილს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. ამ დღეს საქართველო ერთ მუშტად შეიკრა დედაენის დასაცავად. ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა. ქართველმა ერმა მსოფლიოს დაანახა, რომ არასდროს დათმობს ეროვნულ ღირსებას. მაშინ ენის დაცვა ნიშნავდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეის გადარჩენას. სწორედ ამიტომ ისტორიულმა გამარჯვებამ უმძლავრესი ბიძგი მისცა ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობას. 14 აპრილის თაობამ შეინარჩუნა ფუნდამენტი, რომელზეც დღეს ჩვენი სუვერენიტეტი დგას. ჩვენი ვალდებულება მშობლიური ენის მიმართ მარადიულია. თანამედროვე სამყაროში ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა კვლავ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენი ვალია განუხრელად ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე. დედაენის სიძლიერე და განვითარება ქართული სახელმწიფოს სიმტკიცის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა.